გავიგებთ უფრო მეც. ლიზი, მოგესალმები, მადლობა თქვენი დროისთვის. რა შეგიძლიათ გითხრათ არსებული სურათის შესახებ? გადაწყვეტილება თეატრალურის მხრიდან მიღებულია სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ვნახე თქვენი ჯგუფის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს არ არის ამ პროცესში საკმარისი, ხო? ითქვა, რომ უკან წაღებით სტატუსის შეურაცხყოფის უკან წაღება თქვათ არ გაიქვითება, ასე რომ ვთქვათ. ანუ თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ ამ პროცესზე და რა არის თქვენი გეგმა? მოგესალმებით პირველ რიგში. ის მორალური ზიანი, რაც მათ მოგვაყენეს, ის ამდენი შეურაცხყოფა და ამდენი ცილის წამება და ტყუილი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ და მანამდეც ვისმენდით 83 დღის განმავლობაში, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია და ის რომ სტატუსი დაგვიბრუნეს, ამ ყველაფერს არ ფარავს. ჩვენ ეს ყველაფერი არ დაგვავიწყდა, კიდევ გვახსოვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი სიმართლე ყველამ გაიგოს და ის ტყუილები, რაც გიორგი შალუტაშვილმა საზმაოსთან ილაპარაკა, ამ ყველაფრის უფლებას ჩვენ არ მივცემთ და გვინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს რეალურად როგორ მოხდა ყველაფერი. კი ბატონო ლიზი, აი ხლა რა არის თქვენს გეგმაში კონკრეტულად? თუ შეგიძლია მაყურებელს რა აუხსნათ უფრო დეტალურად, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ინტერესი ამ პროცესთან დაკავშირებით. ვიცით რომ თქვენ რამდენიმე თქვენგანი ემზადება რექტორთან დისკუსიისთვის, ამ პროცესიდან რა მოლოდინი გაქვთ და რა გეგმებს აწყობთ თქვენი სამომავლო საქმიანობისთვის და ასევე პროტესტთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ გაგრძელებაზე? კი ბატონო, დღეს ჩვენ საღამოს ვიკრიბებით ისევ საზმაოსთან და დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი შალუტაშვილს არ შეეშინდება ჩვენთან ლაპარაკის და მოვა და დაჯდება ჩვენთან ერთად ეთერში. ჩვენ ვემზადებით დილიდან, ხოლო სიმართლის გაჟღერებას ვაპირებთ და ვაპირებთ მოვყვეთ ყველაფერი როგორ მოხდა. შესაბამისად გელოდებით ყველა საზმაოსთან და ზოგადად პროტესტს რაც შეეხება, ჩვენ რა თქმა უნდა ბრძოლას ვაგრძელებთ, არ დავნებდებით და იმისთვის რომ მომავალმა თაობამ და იმ სტუდენტებმა, რომელიც მომავალში ჩააბარებენ უნივერსიტეტში, არ გვინდა რომ მათ იგივე ბრძოლა მოუწიოთ, იგივე მდგომარეობაში იყვნენ და თავისი სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის ეს ყველაფერი გადაიტანონ. პირველ რიგში მათთვის ვიბრძვით ახლა ჩვენ. ლიზი, თქვენ თქვით რომ იმედი გაქვთ რომ არ შეეშინდება რექტორს, არის ეს მოლოდინი რომ შესაძლოა ვერ ნახოს საზოგადოებამ ეს დისკუსია, როგორ ფიქრობთ? არ ვიცით, შესაძლებელია რომ ბატონი გიორგი საერთოდ არ მოვიდეს და ჩვენთან ლაპარაკი არ ისურვოს და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის სისუსტეს, იმას რომ მას ეშინია ჩვენთან ლაპარაკის და ამით უფრო ჩანს ჩვენი სიძლიერე. შესაბამისად ჩვენ ველოდებით მას და დიდი იმედი მაქვს, რომ თვითონაც ისურვებს ჩვენთან ერთად ლაპარაკს. თუმცა მგონია რომ სალაპარაკო არაფერი არ აქვს, ეს არის ზუსტად იმის მიზეზი, რომ შეიძლება დღეს არც გამოცხადდეს. და თქვენი მთავარი სათქმელი რა არის ლიზი ამ ადამიანისადმი, რომელიც ითხოვდა პროტესტის მონაწილეების მხრიდან შენობის დატოვებას, ამავე შენობის დეზინფექციის მიზნით, ხო და შემდეგ ვნახეთ რა განცხადებაც გააკეთა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელსაც ძალიან მწვავე გამოხმაურება მოყვა თქვენი და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რის თქმას აპირებთ რექტორისთვის? ის ჩვენგან ითხოვს ბოდიშს, ითხოვს რომ ჩვენ რამე ჩვენს დანაშაულს ვაღიარებთ და არც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, არის ის და ის 5 ეთიკის კომისიის წევრი. შესაბამისად ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ რომ არ შევარჩინოთ მას ეს ცილის წამება და ავუხსნათ ყველას რომ ეს კაცი არ უნდა იყოს ამ უნივერსიტეტში, ეს კაცი არ უნდა გვიწერდეს ჩვენს დიპლომებზე ხელს. ის 5 ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს ჩვენთვის და მათი კანონებით ჩვენ რა თქმა უნდა აბსურდული და არალეგიტიმური კანონებით ჩვენ არ ვიხელმძღვანელებთ რა თქმა უნდა. შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ უბრალოდ ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, თანამოაზრეებისთვის, ქვეყნისთვის, ყველასთვის ბრძოლას. და ამაში არანაირად მივცემთ უფლებას, რომ ბატონმა გიორგიმ და იმ 5 ადამიანმა ხელი შეგვიშალა. დიდი მადლობა ლიზი, წარმატებას გისურვებთ, დაგემშვიდობებით ლიზი.